როცა სთხოვდი, რომ კარგად მოგპრობოდნენ, გადაგრეხილ ხელებზე კიდევ უფრო მეტად ზეწოლა არ მოეხდინათ და არ ერტყათ სახეში, ამაზე ეცინებოდათ. იყო დაკავების მანქანაში 10-მდე ადამიანი, რომელიც ნაწილ-ნაწილ შემოდიოდა, სახეში გვირტყავდნენ, გვაგინებდნენ. ძირითადად იყო ერთნაირი მესიჯები ყველას მისამართით. თქვენ პიდდებო, თქვენ გარყვნილებო. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე და როცა ვუყურებდი, რომ საპროტესტო მოძრაობას რეგიონებში უფრო სჭირდებოდა დახმარება, მაგისთვის ჩამოვედი ქუთაისში, რომ გამეძლიერებინა ქუთაისის პროტესტი. ბავშვობაში მიყვარდა ქანდაკებების კეთება, პლასტილინისგან, ეხლაც მაქვს ერთი წამოღებული. ჩემი სკოლის დამაარსებელი არის ეს ადამიანი, რომელიც გამოვა ქანდაკე. მე 3 კლასში ვიყავი, თუ სწორად მახსოვს, როცა ეს გავაკეთე. ზურაბ ვახანია. ეხლა რო ვაკვირდები ძალიან არ გავს, მაგრამ პატარა ბავშვისთვის მაინც ნორმალური ნამუშევარია. შინაგანი მედიცინა მაქვს დამთავრებული, ანუ თერაპია და კარდიოლოგიის მიმართულებით მინდა მომავალში გავაგრძელო საქმიანობა. ჩემი სურვილი და ოცნება არის, როდესაც მოვიშორებთ რეჟიმს, დროის უდიდესი ნაწილი გავატარო კლინიკაში და ადამიანების დახმარებას უფრო მეტი დრო დავუთმო. ჩემი ოჯახი მთლიანად ჩართულია საპროტესტო მოძრაობაში, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი და ჩემი დისშვილები. ჩვენი ბრძოლა საკმაოდ დიდ ისტორიას ითვლის. დედაჩემი 9 აპრილის მონაწილეა, მამაჩემი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების მონაწილე არის და ჩვენი საპროტესტო განწყობა საკმაოდ მტკიცეა. არის რაღაცა მსგავსება ჩვენ შორის. იმის მიუხედავად, რომ პროპაგანდა ცდილობს აბსოლუტურად დაგვაცალკევოს და ისე წარმოაჩინოს, თითქოს ჩვენ ვართ რადიკალები და იქით არიან პატრიოტები, სინამდვილეში ჩემი აზრით ბევრი რაღაცა გვაერთიანებს, არის რაღაცა ბაზისები, რაც საერთო გვაქვს და მომავალში ჩვენი საზოგადოების მოწყობა ამ ბაზისებს უნდა დაეფუძნოს და ალბათ ეს ბაზისები იქნება, რაც მიგვიყვანს საბოლოოდ გამარჯვებამდე. ის ერთ-ერთი გამორჩეული და მთელი ქუთაისისთვის საყვარელი ადამიანია. გამარჯობა მამა ბესარიონს. ეს მამაო არის ჩემი მეზობელი და ოჯახის ახლობელი და საკმაოდ ესეთი თბილი ურთიერთობა გვაქვს და ქუთაისი მაინც პატარა ქალაქია და თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს და მათ შორის მამა ბესარიონსაც ნახევარი ქალაქი მინიმუმ იცნობს და ეხლა ოპერაცია აქვს გაკეთებული. მინდა რომ ჯანმრთელობა ვუსურვო, ერთმანეთს გაუფრთხილდეთ, ძვირფას ადამიანებს გაუფრთხილდეთ. როცა ბრძოლაში შედიხარ, არ არსებობს არანაირი გარანტიები. ეს არის ხანგრძლივი და რთული პროცესი. ყველა დეტალს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს. ბევრი რაღაცა მაძლევს იმის იმედს, რომ უპირატესობა ჩვენ მხარეს არის. პირველ რიგში მორალური უპირატესობა, სიმართლე ჩვენ მხარეს არის და ეს აშკარად ჩანს. ვერ ახერხებს პროპაგანდა, რომ ჩვენ სიმართლე გამოგვტაცოს. სილაჩრე საქართველოში არასდროს არ ყოფილა მოდური და ტრენდული. არასდროს არ ყოფილა ჩეკისტები და ხალხზე მონადირე კომუნისტები, პოპულარულები, ყოველთვის მალავენ ხოლმე მათი შთამომავლები, რომ მათთან რაიმე კავშირი აქვთ. შარშანდელის მერე უფრო მეტად მტკიცე გავხდი, უფრო ვისწავლე ემოციების მართვა, უფრო გავაცნობიერე ის, რომ შეიძლება ერთ დღეს ცოტა უიმედობა შემოგეპაროს, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია. უფრო მეტად ვაფასებ მინიმალურ აქტივობებსაც. ზოგ ადამიანს აქვს ესეთი შეგრძნება, რომ თუ პროტესტში ხარ ჩართული, უნდა იყო მთლიანად ჩართული და მინიმალურად ჩართულობა თითქოს არაფერი ეფექტის მომტანი არ არის, მაგრამ სინამდვილეში თუნდაც კვირაში ერთხელ 1 საათით რო გამოხვიდე და დადგე მოპროტესტეების მხარეს, საერთო ბრძოლაში შეიძლება ესეც რაღაცა მნიშვნელობის მქონე იყოს. პეპლის ეფექტს ვეძახი ხოლმე ამას. ცოტას ვიფიქრებ. გამოსავალს ვხედავ სიჯიუტეში. პროპაგანდას უნდა დაუპირისპიროთ ანტიპროპაგანდა, უნდა გამოვიყენოთ ყველა ის საინფორმაციო ველი, ონლაინ პლატფორმებიდან დაწყებული, რეალური ურთიერთობებით გაგრძელებული და საბოლოო ჯამში, როცა ყველა ამ კომპონენტს გავაძლიერებთ, შედეგიც დადგება. შეიძლება ისეთ დროს გავიმარჯვოთ, რომ წინა კვირაში მოლოდინიც არ იყოს, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ.